სკოლაში არასწორ ბიოლოგიას გვასწავლიდნენ. გვარწმუნებდნენ, რომ ტვინი მართავს ყველაფერს. გული კი უბრალოდ წყლის ტუმბოა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. შენი გული ორგანიზმში ყველაზე ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის. ის 5000 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ტვინის ველი. ეს ენერგეტიკული ველი შენი სხეულიდან 3 მეტრის რადიუსში ვრცელდება და მისი გაზომვა ჩვეულებრივი ხელსაწყოებითაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, ნეიროკარდიოლოგიამ დაამტკიცა, რომ გულს საკუთარი დამოუკიდებელი მინი ტვინი აქვს. 40,000 ნეირომისგან შემდგარი რთული ქსელი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია შეგრძნება, დამახსოვრება და გადაწყვეტილებების მიღება. გულსა და ტვინს შორის არსებული ნერვული კავშირების 90% მიდის გულიდან ტვინისკენ და არა პირიქით. როდესაც შენი გული მშვიდია, ის ცთომილი ნერვის მეშვეობით სიგნალს უგზავნის პირდაპირ ტვინის შიშის ცენტრს, ამიგდალას და ფიზიკურად თიშავს სტრესის და გადარჩენის რეჟიმს. როცა სტრესში ხარ, გულის რიტმი ქაოსური ხდება. ეს იგივეა მანქანის მართვისას გაზ და მუხრუც ერთდროულად დააჭირო ფეხი. ორგანიზმი გამოიღობს 1200-მდე მავნე ქიმიკატს. მაგრამ როცა მადლიერებას ან სიყვარულს განიცდი, გულის რიტმი სინქრონული ხდება, რაც ააქტიურებს იმუნიტეტს და რთავს 1400-ზე მეტ სასარგებლო აღდგენით პროცესს. აი რატომ ამ მშრალი აფირმაციები უსარგებლო. ტვინის ფიქრი უნდა შეესაბამებოდეს გულის ემოციას. კვლევებმა აჩვენა, რომ შენი გულის ჰარმონიული ველი გარშემომყოფების ბიოქიმიასაც კი ცვლის, ასე რომ გაუზიარე ეს ვიდეო მეგობარს, ვისთან ერთადაც გსურს შენი ენერგეტიკული ველის დასინქრონიზება.